ზუგდიდში სკეით პარკის ტერიტორიაზე კოლხური ღვინის ფესტივალი დია გაიმართა, რომელიც სამეგრელო ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო. ფესტივალის მიზანი კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა. მთავარ სცენაზე ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე და ნანუკა გულუა უძღვებოდნენ. ფესტივალის სამეგრელო ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გახსნა, რომელმაც ისაუბრა მის მნიშვნელობაზე საქართველოში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში და აღნიშნა, რომ ფესტივალი ტრადიციული გახდება. მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლეშვილი და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოვიდნენ. ჩვენ დღეს დავაფუძნეთ კოლხური ღვინის ფესტივალი. გვინდა რომ ყოველ წელს ჩატარდეს. რა თქმა უნდა, კოლხური ღვინოებიდან ჯერ სამწუხაროდ მხოლოდ რამოდენიმე მეღვინე არის წარმოდგენილი. სწორედ ამას ეძღვნება ეს, რომ პოპულარიზაციას შეუწყოთ ხელი მევენახეობისა და მეღვინეობის ჩვენს რეგიონში. სასიხარულოა ის, რომ ყველა რეგიონიდან არის წარმოდგენილი, როგორც მეღვინეები, ასევე სხვა აგროსფეროდან. აქ არის ეთნოსივრცე, რაც თავარი არის შემეცნებითი ნაწილიც. ჩვენ მოწვეული გვყავს მეღვინეები, სომელიეები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ კონფლიქტის ზონასთან უშუალოდ მიმდებარე რეგიონი და ამდენად ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილის აფხაზეთის ასეთი წარმომადგენლობითი წარმოჩინებაც ჩვენთვის ძალიან შინაარსობრივად სიმბოლურიც არის. კოლხეთში ოდითგანვე გქონდა ძველი ტრადიციული ყურძნის ჯიშები, რომლისგანაც საკმაოდ კარგი ღვინო მზადდებოდა. ჩვენ გვინდა პოპულარიზაცია გავაკეთოთ და აღვადგინოთ ეს ძველი ტრადიცია და საზოგადოებას შევთავაზოთ ძველი მივიწყებას მიცემული ყურძნის ჯიშები, ღვინოები, რომლებიც დარწმუნებული ვარ თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართული ღვინის სექტორში. ღვინოსთან ერთად აქ წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროები, რომლის გამოფენა, გაყიდვა არის ერთგვარი. ესეთი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს მოწვეული აფხაზეთის წარმომადგენლებიც, არის აფხაზური კუთხე, სადაც სტუმრებს აქვთ იმის შესაძლებლობა ნახონ თუ რა სახის ღირსშესანიშნაობები და მნიშვნელოვანი პროდუქცია იწარმოება ჩვენს აფხაზეთში კუთხეში, რომელიც მდებარეობს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსაზღვრედ. დღეს სამწუხაროდ არ გვაქვს შესაძლებლობა გადავადგილდეთ ამ ტერიტორიაზე. დღევანდელი ფესტივალი არის იმის დასტური, რომ საქართველოს ყველა რეგიონს აქვს შესაძლებლობა განავითაროს ღვინის კულტურა, განავითაროს მევენახეობა და ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ დღეს წარმოდგენილი არის სწორედ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტები და მათ შორის ძალიან გამიხარდა, რომ აფხაზეთს აქვს თავის კუთხე წარმოდგენილი. ზოგადად საქართველოს ყველა რეგიონს აქვს შესაძლებლობა, რომ ეს მიმართულება განავითაროს, იმიტომ რომ ყველა რეგიონს აქვს თავისი ენდემური ჯიშები ვასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს შესაძლებლობა არის და ეს არის უნიკალურობა. მოგვიანებით ალექსანდრე მოწერელია სტუმრებთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილ პროდუქციას და ნამუშევრებს გაეცნო. კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია ჩატარდა. წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. ნომინაციაში საუკეთესო კოლხური ღვინო გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ღონისძიების ფარგლებში იტალიელი მოგზაურის ქრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავდა. უკვე მსოფლიო აღიარა, რომ ჩვენ ვართ ვაზის სამშობლო და მიხარია, რომ გვეძლება შესაძლებლობა, რომ ესე დავაგემოვნოთ, მოვისმინოთ ეს ისტორიები. საოცარი წარსული გვაქვს ჩვენ ვაზის მიმართულებით და გილოცავთ თქვენ და ულოცავ ყველას დღევანდელ დღეს. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვილაპარაკოთ აფხაზეთზე. მარტო კი უნდა გვახსოვდეს, უნდა რამე ვაკეთოთ, ვიფიქროთ ბევრი, რომ რაღაცა უკეთესად მოხდეს და მე მიხარია, რომ ზუგდიდში ახლა ეს მიმართულება აფხაზეთის კუთხე ესე ღირსეულად არის წარმოჩენილი. ძალიან საინტერესო დღეა, სასიამოვნოა. როდესაც ესეთი დღესასწაულები ტარდება ქალაქში და იმედია მომავალშიც არ გვაკლდება. ესეთი თავშეყრა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ბავშვებისთვისაც გასართობია, ხელოვნებასაც ეზიარებიან. ძალიან კარგია რა ასეთი ღონისძიებები ხშირად ტარდებოდეს. ბავშვებისთვის და ყველასთვისაც კარგი. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, რომლებაც სახელდახელოდ მოწყობილ სასოფლო სამეურნეო სივრცეებში საკუთარი პროდუქცია გამოფინეს. განსაკუთრებულ ინტერესი იწვევდა და შთამბეჭდავად გამოიყურებოდა აფხაზეთის კუთხე, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით დევნილი მეწარმეებისა და ფერმერების სასოფლო სამეურნეო პროდუქცია და ხელნაკეთი
ნივთები იყო წარმოდგენილი. აქვე ფესტივალის მონაწილეებს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი პროდუქციის დათვალიერება და დაგემოვნებაც შეეძლოთ, რომელიც აფხაზეთის კუთხესთან მისულ ადამიანებს მონატრებული აფხაზეთის ნოსტალგიას და ერთიანობის განცდას უმძაფრებდა. აფხაზური ფაცხის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ორგანიზატორები სტუმრებს მათთვის ჩვეულის სტუმართ მოყარეობით უმასპინძლდებოდნენ. პირველად ეწყობა მსგავსი მასშტაბის ღვინის ფესტივალი და მე მინდა ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ უწყლობური სამსახურს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ მიგვიღოთ მონაწილეობა აი ამ ფესტივალში. ჩვენი კუთხე არის წარმოდგენილი სრულყოფილად, თავისი სამზარეულო პროდუქციით, თავისი ღვინით და ასევე კულტურით და გვინდა ეს ყველაფერი გაუზიაროთ როგორც ზუგდიდის მოსახლეობას, ასევე იმ სტუმრებს, რომლებიც დაესწრებიან ამ ფესტივალს. ეს არის კოლხური ღვინის ფესტივალი, მაგრამ აქ არის მთელი საქართველო წარმოდგენილი და რასაკვირველია, ყველაფრის გვირგვინი აქ იყო აფხაზეთის კუთხე. ძალიან ეს მეამაყება და მსიამოვნებს. ყველაზე მეტი ხალხი სწორედ აი აფხაზეთის კუთხესთან იკრიბება. ნუ განსაკუთრებით მე მინდა ხაზი გაუსვა აი პროდუქცია, რომელიც ეგურს გაღმიდან არის გადმოტანილი, ეს ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ალბათ პერსპექტივის თვალსაზრისით და ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით. ნამდვილად ძალიან დიდი ფაქტია დღევანდელი კოლხური ღვინის ზეიმი, ვინაიდან აქ გაერთიანდა მთელი საქართველო. აფხაზეთი წარმოდგენილია დღეს თავისი შემოქმედებითი კოლექტივებით, აგროსამრეწველო მიღწევებით. ჩანს, რომ აფხაზეთი არ ჩერდება, აგრძელებს ცხოვრებას და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა რწმუნებულს. მან არ დატოვა აფხაზეთი ამ ფესტივალის მიღმა. მე იმედი მაქვს, რომ ამ გაერთიანებით, რაც დღეს აქ სუფევს განწყობა, სიყვარული, იმედი ნამდვილად მოგცემს იმის საბაბს, რომ საქართველოს ძალიან მალე იქნება ერთიანი და განუყოფელი. აღნიშნულ ფესტივალში მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილეობა, მოგეხსენება ძალიან ახლოს ვიმყოფებით ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან. ამიტომაც ჩვენ როგორც აფხაზეთის კუთხის წარმოჩენა მრავალნაირად, მრავალფეროვნად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეხსენება არ ჭირდება ბერს, მაგრამ ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც არის მიმართული შერიგებისკენ. ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს, ეს იქნება ჩემი გზავნილი. მთავარ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეების განწყობაზე ფოლკლორული ანსამბლები ზრუნავდნენ. ყველაზე ფერად საბავშვო სივრცეში კი გასართობი ატრაქციონები იყო დამონტაჟებული. ფესტივალმა სასიამოვნო და ხალისიან გარემოში ჩაიარა. დღის ბოლოს ყველა კმაყოფილი ჩანდა მონაწილეები კოლხური ღვინის ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. მოზარდები კი შემეცნებით გასართობ აქტივობებს აღნიშნავდნენ. მე და ჩემი მეგობარი ვართ მასპინძლების როლში, ამიტომაც ვართ ასე ჩაცმულები. დიახ, ძალიან კარგი დღეა, ძალიან სილამაზეა და შეგიძლია რომ გაერთო ბავშვებისთვის არის გასართობი ცენტრები, ღვინის დაგემოვნება შეიძლება, თხილის დაგემოვნება და ძალიან კარგი დღეა ზოგადად საქართველოს კულტურის გამომჟღავნებისთვის. განსაკუთრებული არის ბატუტები ბავშვებისათვის, გასართობები. მინდა დიდი მადლობა გადავხადო მერიას. მინდა მადლობა გადავიხადოთ, რომ ასეთი დღესასწაული მოაწყვეთ თქვენ ყველას. ჩვენ ვართ აფხაზეთის სკოლიდან, დღეს არის ღვინის ფესტივალი და ჩვენ მივიღეთ აქ მონაწილეობა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მივიღეთ მონაწილეობა. დღევანდელმა დღემ ძალიან ჩაიარა და მადლობა სულ ყველას.